დღევანდელი საქართველოს ყველაზე მძიმე დიაგნოზი ის არის, რომ სახელმწიფომ გარე საფრთხეების მიმართ თითქმის მთლიანად დაკარგა პოლიტიკური იმუნიტეტი. არა იმიტომ, რომ საფრთხე ბუნდოვანია, პირიქით, საფრთხე ძალიან კარგად ჩანს. მაგრამ იმუნიტეტის დაკარგვა სწორედ ის მდგომარეობაა, როცა ხედავ, გესმის, გრძნობ, თუმცა საპასუხოდ ორგანიზმი აღარ მუშაობს, აღარ რეაგირებს, აღარ იბრძვის, აღარ იცავს თავს. სწორედ ასეთ სურათს ვუყურებდით გასულ კვირას. ერთ მხარეს იყო ვაშინგტონიდან უმაღლესი დონის კონტაქტი მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი კობახიძესთან, სადაც საუბარი შეეხო კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. მეორე მხარეს კი თითქმის პარალელურ რეჟიმში თბილისისკენ მოდიოდა წნეხი მოსკოვიდან და თეირანიდან და როგორც დღეს გაირკვა ბაქოდანაც კი. ირანის ელჩმა ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ღია მუქარის შემცველი ტექსტი, რომლის დასკვნითი ნაწილიც იყო გაფრთხილება, ვინც გუშინ ტრამპთან ასოცირდებოდა, დღეს ამ არჩევანის ფასს იხდისო. ამის შემდეგ კი თავადვე დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მისივე ინიციატივი დაუკავშირდა და საგარეო საქმეთა უწყებაში შეხვედრაც გამართა. ნორმალური ფუნქციონირებადი სახელმწიფო ასე დროს მინიმუმ ერთ რამეს აკეთებს. მოქალაქეებს უხსნის, რა ხდება. რას ნიშნავს ეს ტექსტი? იყო თუ არა ეს პირდაპირი გაფრთხილება? იყო თუ არა ეს შანტაჟი? რა იყო განხილული სამინისტროში? რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს? მაგრამ ჩვენ რა მივიღეთ? დუმილი. ისეთი დუმილი თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს უცხო ქვეყნის ელჩი თბილისში არა საქართველოს სახელმწიფოს, არამედ სიცარიელეს ელაპარაკებოდა. და სწორედ აქ ჩანს ყველაზე საშიში რამ. პრობლემა მხოლოდ მუქარა კი არაა, პრობლემა არის უპასუხობა, სახელმწიფოს გაჩუმება, პოლიტიკური ინსტინქტის ატროფია. იგივე სურათია ოკუპირებულ აფხაზეთშიც. იქ კრემლი უკვე აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ძველი სტატუს-კვო შენარჩუნებით. მოსკოვის ოხუმში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს მართავს. კირიენკო რეგიონში უკვე მეშვიდედ ჩადის. ხსნის სოხუმის აეროპორტის ახალ ტერმინალს. უკითხავს პუტინის მიმართვას, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ რუსეთ-აფხაზეთის პარტნიორობა კეთილმეზობლობას ცდება და ინტეგრაციული კავშირები ახალ დონეზე ახყავთ. თითქოს რაღა უნდა გვიკვირდეს, მაგრამ ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ოკუპაციის შენარჩუნების რიტორიკა. ეს არის კრემლისადმი ლოიალური ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ოკუპაციის დემონსტრაციული ნორმალიზების ენა. როგორ მივედით აქამდე? როგორ აღმოჩნდით მდგომარეობაში, როცა სირაკლემას პოზა ხელისუფლებას და მის მომხრეებს ყველაზე ოპტიმალურ გამოსავლად ეჩვენებათ? პასუხი ზედაპირზეა და ეს არ არის ერთი კვირის შედეგი. ეს არის წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკური კურსის ნაყოფი. ოცნებამ ამას მრავალვექტორულობა დაარქვა. სინამდვილეში კი მისი სამიზნე დასავლური ვექტორის განულება, მისი მარგინალიზება, დასავლური უსაფრთხოების სისტემებიდან ქვეყნის გამოთიშვა და იმ ილუზიის გაყიდვაა, რომ თუ საკმარისად ფრთხილად, ჩუმად და დამთმობლურად მოიქცევი, მტერი საფრთხეთ აღარ განგიხილავს და აღარ გიმტრობს. მაგრამ თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, სუსტი და დაუცველი არავის ებრალება. მას იყენებენ. ძალაუფლების ენაზე მორჩილება პარტნიორობად არ იკითხება. ის აღიქმება როგორც მოწვევა ზეწოლისთვის. ამ პოლიტიკამ ქვეყანა არა მხოლოდ დიპლომატიურად, არამედ ინსტიტუციურადაც დაასუსტა. უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორი მოწყდა დასავლურ სისტემებს, გაუფასურდა პროფესიული კომპეტენცია, არ განახლდა შეიარაღება, არ მოხდა თანამედროვე ომების ტექნოლოგიური გაკვეთილების გააზრება, გაიზარდა მოწყვლადობა მტრული სპეცსამსახურების, ჰიბრიდული ზემოქმედების და პოლიტიკური შანტაჟის, ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების მიმართ. სახელმწიფო მოშალეს არა ერთი დარტყმით, არამედ მისი მედეგობისთვის აუცილებელი ინსტიტუტების როლის ყოველდღიური გაუფასურებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, წლიდან წლამდე. ამიტომაცაა, რომ დღეს რისკების შეფასებაც კი ჭირს. როცა ხელისუფლება პარალიზებულია, საფრთხის მასშტაბის განსაზღვრაც რთულდება. აღარ იცი სად თავდება რეალური საშიშროება და სად იწყება უკვე ქოცური მმართველობის საფირმო ნიშნად ქცეული კაპიტულანტური თვითდამშვიდება. აღარ იცი სახელმწიფო რამეს მართლა ვერ პასუხობს თუ უბრალოდ აღარ აქვს არანაირი პასუხი. და ეს არის ყველაზე სახიფათო ფაზა, როცა მოქალაქე ხედავს საფრთხეს, მაგრამ ვეღარ ხედავს სახელმწიფოს.
დღევანდელი დაბნეულობა შემთხვევითი არ არის. ეს არის იმ პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, რომელმაც მტერთან ლოიალობა საღაზრად, დუმილი სტრატეგიად, უსუსურობა კი მშვიდობის პოლიტიკად გაასაღა. სინამდვილეში ეს არ იყო არანაირი პაციფიზმი, ეს იყო კაპიტულიანტური ადაპტაცია იმ გარემოსთან, სადაც ქართული სახელმწიფოებრიობის მტრები მხოლოდ ერთ რამეს ამოწმებენ: სადამდე შეიძლება წასვლა უპასუხოდ. დღეს ჩვენ სწორედ ამ პასუხამდე ვართ მისულები. საბოლოოდ ყველაზე საშიში არც ირანის ელჩის მუქარაა, არც კრემლის უტიფარი მოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არც საპატრიარქო არჩევნებში რუსეთის საგარეო დაზვერვის ჩარევა. ყველაზე საშიში ისაა, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო პასუხობს არა კვალიფიციური ძალით, არა სიცხადით, არა ეროვნული ღირსებით, არამედ სიჩუმით. ეს სიჩუმე კი აღარ არის სიფრთხილე. ეს არის იმუნიტეტ დაკარგული სახელმწიფოს დაკარგული ხმა. დღეს მთავარი კითხვა უკვე ის კი აღარ არის, ვინ გვემუქრება. მთავარი კითხვა ისაა, დარჩა თუ არა ქართულ სახელმწიფოს საკუთარ თავში პასუხის, წინააღმდეგობის და გადარჩენის ძალა.